ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი რძელაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დამნაშავეცნო და თავისუფლების სანაცვლოდ რირაო სახით 7000 ლარი შეუფარდა. ბრალდების მხარე გიორგი რძელაძე საკრებულოს მიერ ხონის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისგან ლევან ბობოხიძისგან ავტომობილის არასაბაზრო ფასად შეძენას ედავება. საკრებულომ ბობოხიძისგან ელექტრონული ტენდერის საშუალებით ავტომობილი 20000 ლარად შეიძინა. არანაირი საფუძველი არ არსებობდა. არანაირი თეორიული შარშიც არ არსებობდა ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა საკრებულოებზე. მანქანის შეძენა არ მომხდარა. შეიძინა საკრებულომ, გამოაცხადა ტენდერი გამოაცხადა და როცა საკრებულოს თავმჯდომარეს დებენ ბრალს რაღაც კორუფციაში და ასე შემდეგ გარიგებაში თეორიული შანსიც კი არ არსებობს კორუფციულ გარიგებს.